საკითხი, რომელიც ეხება ხშირ ზიარებას. და ზოგიერთი სასულიერო პირი თავის სამწყსოს არ აზიარებს. აზიარებს წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ. განსაკუთრებულად დიდი მარხვების დროს. ან თუნდაც 2 თვეში ერთხელ. ძალიან მტკივნეულია ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ხშირი ზიარება, რადგანაც იგი სწვავს ადამიანს, ანუ ღირსეულად უნდა მიიახლოს. მაგრამ მოდი მოусმინოთ წმინდა მამებს, ესეთი აზრი არის თუ არა სწორი და მართებული. იოანე ოქროპირი ბრძანებს, მრავალნი ამ მსხვერპლს, ანუ წმინდა ზიარებას, თელ წელიწადში ერთხელ ეზიარებიან, სხვანი 2-ჯერ, ხოლო მავანი რამდენჯერმე. ჩვენი სიტყვები ყველას ეხება, არა მარტო აქ დამსწრეთ, არამედ უდაბნოში მყოფებსაც. იმიტომ რომ ისინი წელიწადში ერთხელ ეზიარებიან, ხოლო ზოგჯერ 2 წლის შემდეგაც. მერე ჩვენ ვინ მოვიწონოთ, ისინი ვინც ერთხელ ეზიარებიან, თუ ისინი ვინც ხშირად, თუ ისინი ვინც იშვიათად. არც ერთნი, არც მეორენი და არც მესამენი. არამედ ისინი ვინც წმინდა სინდისით, წმინდა გულით, უმციკლო ცხოვრებით ეზიარებიან. ასეთები დაე ყოველთვის ეზიარონ, ხოლო ვინც ასეთები არ არიან, არც ერთხელ. რატომ? იმიტომ რომ ისინი თავს იტეხენ სამსჯავროს, განკითხვას, სასჯელსა და ტანჯვას. ეს ნუ გაგიკვირდება საყვარელო, როგორც საჭმელი, რომელიც თავისთავად ყუათიანია, როცა აშლილ მუცელში ხვდება. მთელი სხეულისთვის ზიანი და აშლილობა მოაქვს და სნეულების მიზეზი ხდება. საშინელი საიდუმლოებების შემთხვევაშიც ასევე ხდება ხოლმე. შენ სულიერი ტრაპეზის ღირსი ხდები, სამეფო ტრაპეზისა და შემდეგ ბაგეს კვლავ არაწმინდებით იბილწავ. შენ მირონს იცხებ და შემდეგ კვლავ სიმყრალით ივსები. მითხარი, გარიგებ 1 წლის მერე საზიარებლად რომ მიახლები. ნუ თუ ფიქრობ, რომ 40 დღე შენთვის საკმარისია მთელი დროის განმავლობაში შენი ცოდვებისაგან განსამწმედად. 1 კვირის გავლის შემდეგ კი კვლავ ძველებურად აგრძელებ. მაშ მითხარი, 40 დღის განმავლობაში ხანგრძლივი სნეულებისაგან რომ გამოჯამრთელებულიყავი. შემდეგ კვლავ იმ საჭმლის ჭამა დაგეწყო, რომელმაც დაგასნეულა. განა ადრინდელი გარჯაც წყალში არ ჩაგეხრებოდა? აშკარა რომ ასია. ხოლო თუ კი ბუნებრივი წესრიგი ამგვარად იშლება, მაშინ მით უმეტეს ზნეობრივი. მაგალითად ჩვენ ბუნებისგან მონიჭებული გვაქვს მხედველობა და ბუნებით განსაჯი, ჯანსაღი უпроსორად თვალები გვაქვს. მაგრამ ხშირად სნეულებისგან ჩვენი მხედველობა ზიანდება. თუ კი ბუნებრივი თვისებები მახინჯდება, მაშინ განა გაცილებით უფრო მეტად ზნეობრივი არ დამახინჯდება? 40 დღეს შენ იყენებ სულის ჯანმრთელობის აღდგენისათვის, შესაძლოა 40-საც არა და ფიქრობ, რომ ღმერთს გულს მოულბობ? შენ ხუმრობ ადამიანო, ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ წელიწადში ერთხელ ზიარება აგიკრძალოთ. არამედ უფრო ის მსურს, რომ თქვენ წმინდა საიდუმლოებებს განუწყვეტლივ ეზიარებოდეთ. მღვდელიც მაშინ იმიტომ აცხადებს, წმინდებს მოუწოდებს, რომ ამ გამოცხადებით თითქოს ყველას ცდის, რათა მომზადებელი არავინ ეზიაროს. მას ჩვენ წინაშე ახლა მაუწყებელი დგას. მღვდელი, რომელიც თითოეულის თავს კი არ ეხება და იზიდავს, არამედ ყველას შინაგან თავს ერთბაშად ეხება. იგი გარეშე ბრალმდებლებს კი არა, არამედ ყველას საკუთარი თავის წინააღმდეგ მოუწოდებს. არ ამბობს, ვინმე ხომ არ შეუძლია ამ კაც ბრალი დასდოსო.
არამედ რას ამბობს? ვინმე საკუთარ თავს ხომ არ ზდებს ბრალსო. როცა იგი ამბობს წმინდა არს წმინდათა, მაშინ ამბობს ვინც წმინდა არ არის, ნუ ეზიარებაო. ანუ ძღვენს როდესაც წამოწევს და ამბობს წმინდა წმინდათა, ეს არის წირვის ბოლოს. უბრალოდ არ ამბობს ცოდვებისგან სუფთაო, არამედ წმინდა, ხოლო წმინდად არა მარტო ცოდვათა მიტევება ხდის, არამედ სული წმინდის მოქმედება და კეთილ საქმეთა სიუხვე. მარტო ის კი არ მინდა, რომ ამბობს იგი თქვენ არაწმინდება ჩამოირეცხოთ, არამედ რათა თეთრები და შვენიერები იყოთო. წმინდა ნიკოდიმოსი ბრძანებს თაწმინდელი, რაც უფრო მეტად მიახლება ადამიანის სინათლეს, მით მეტად განსხივოსდება. რაც უფრო მეტად მიახლება ცეცხლს, მით მეტად გათბება. რაც უფრო მეტად მიახლება სიწმინდეს, მით მეტად განიწმინდება. აქაც ასევე ხდება, რაც უფრო ხშირად მიახლება ადამიანი ღმერთს ზიარების მეშვეობით, მით მეტად გასხივოსდება და გათბება და განიწმინდება. ძმაო ჩემო, თუ წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ ზიარების ღირსი ხარ, მაშინ იმის ღირსიც ყოფილხარ, რომ უფრო ხშირადაც ეზიარო. როგორც ბრძანებს ღვთაებრივი ოქროპირი, ოღონდაც მთელი გულისყურით უნდა ემზადებოდე და ცდილობდე არ დაკარგო ეს ღირსეულობა. მაშასე რა გვიშლის ხელს ზიარებაში? ჩვენივე უდებება და სიზარმაცე. ესენი გვძლევენ, ამიტომაც არ ვცდილობთ, რამდენადაც ძალა შეგწევს, მოემზადოთ საიდუმლოსთან მისახლებლად. და კიდევ ერთი რამ გვინდა აღვნიშნოთ. თუმცა კი ეს ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ღმრთის მცნებას ასრულებენ, როდესაც ამბობენ, რომ წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ უნდა ეზიაროს ადამიანი. სინამდვილეში სულ სხვაგარადაა საქმე. რამე თუ სად შეხვდნენ ისინი ღმერთის, ან თუნდაც რომელიმე წმინდანის მითითებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ 2-ჯერ ან 3-ჯერ უნდა ვეზიაროთ წელიწადში. ასეთ რამეს ვერსად იპოვით. ამიტომაც, როდესაც მცნებას ვასრულებთ, პირველ რიგში იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს მცნება სწორად შესრულდეს. ანუ ზუსტად უნდა იქნას გარკვეული დროც, ადგილიც, მიზანიც, მოქმედების წესიც და ყველა ის გარემოებაც, რომელშიც სრულდება მცნება, რათა ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე ყოველ მხრივ სრულყოფილი და ღმრთისათვის სათნო შეიქნეს. ეს ყველაფერი საღმრთო ზიარებასაც ეხება. განუწყვეტელი ზიარება აუცილებელიცაა სულისთვის სასარგებლოც და ღმრთის მცნებასთანაც თანხმობაშია. იგი სრულყოფილი სიკეთეა. წელიწადში მხოლოდ 3-ჯერ ზიარება კი მცნებასთანაც შეუთანხმებელია და არა სრულყოფილი სიკეთეცაა. რამე თუ არ შეიძლება სიკეთე ეწოდოს იმას, რაც არაკეთილად სრულდება. ყოველ მცნებას ხომ თავისი ჟამი აქვს და ამას ეკლესიასთეც ადასტურებს. ჟამი არის ყოვლისა საქმისაი. ამიტომაც ზიარების მცნებასაც თავისი კუთვნილი ჟამი უნდა დაუთმოთ, ხოლო ზიარების კუთვნილი მისთვის შესაბამისი ჟამი. ეს ის წუთებია, როდესაც მღვდელი ხმობს შიშითა ღმრთისაითა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით. მაგრამ ნუ თუ ეკლესიაში ეს მხოლოდ 3-ჯერ ისმის წელიწადში. ჰოი დიდი განსაცდელი და უბედურება. ჩვენმა ფიზიკურმა სხეულმა რომ იარსებობს, ყოველდღიურად 2-ჯერ ან 3-ჯერ უნდა მივაწოდოთ საკვები. საბრალო სული კი იმისათვის, რომ სულიერად იცოცხლოს, თავისივე მაცოცხლებელი საკვების მიღებას წელიწადში მხოლოდ 3-ჯერ უნდა დასჯერდეს, ან უფრო მეტიც, მხოლოდ ერთხელ. ნუ თუ ეს უდიდესი უგუნურება არ არის.
მაცხოვარი ბრძანებს იონეს სახარებაში მე-6 თავის 54 მუხში. რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი. და კიდევ ამას ყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. ანუ ყოველ დღე და ყოველთვის, როგორც ამას ღვთაებრივი ოქროპირი განმარტავს და როგორც ჩვენ მიერ ზემოთ იქნა აღნიშნული. წმინდა ტიმოთე ალექსანდრიელი ეშმაკეულებსაც კი უფლებას აძლევს ყოველ კვირა დღეს ეზიარონ. ეს არის ჯულის კანონში. თუ კი ისინი საღმრთოს საიდუმლოს არ შეურაცხყოფენ. იგი ამბობს, მორწმუნე ეშმაკეული თუ არ არღვევს საიდუმლოს, ან სხვაგვარად არ გმობს მას, უნდა ეზიაროს, მაგრამ არა ყოველდღე. მისთვის საკმარისია ზიარება კვირიდან კვირამდე. და აი, როდესაც ღვთაებრივი მამები არა მარტო ჯამრთელებს, არამედ ეშმაკეულებსაც აძლევენ განუწყვეტელი ზიარების უფლებას, ამ დროს ეს კურთხეულები იმათაც კი უარს ეუბნებიან ზიარებაზე, ვინც სრულ ჭკუაზია და მოითხოვენ, რომ ისინი კანონზე მეტად კანონიერები აღმოჩნდნენ. და ბოლოს, თუ რაიმე მძიმე, მზაკრული და ხორციელ და არაწმინდა ცოდვებს ჩავდივართ და გულში ძვირის ხსენება გვაქვს მოყვასის მიმართ. ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ უნდა გავეკაროთ საიდუმლოს მანამდე, ვიდრე ჯეროვნად არ შევინანებთ. ეს უკვე ეხება ადამიანებს, რომლებიც ეზიარებიან ხშირად. ხოლო რაკი ჩვენ ხორციელი და უძლური ადამიანები ვართ და ხშირად ვარდებით ცოდვებში, ღმერთმა დაგვიწესა სხვადასხვაგვარი მსხვერპლი, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ განწმენდილები მივიახლებით საიდუმლოს. ერთ-ერთი ასეთი ცოდვებისგან განმწმენდელი მსხვერპლია მოწყალება. ანუ ბიბლიაში წერია, რომ მოწყალება, როდესაც ადამიანი გასცემს მოწყალებას, მას მიეტევება ცოდვები. არსებობს კიდევ სხვა მაცხოვრებელი მსხვერპლი, რომელიც აგრეთვე ცოდვებისგან გვათავისუფლებს. ამ მსხვერპლის შესახებ წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემოსრვილი, გული შემოსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. ამგვარი მსხვერპლის შეწირვა საშუალებას გვაძლევს იმ შემთხვევაშიც კი მივიახლოთ წმინდა ზიარებას, როცა რაღაც ადამიანური ნაკლოვანებები გაგვაჩნია. მივიახლოთ შიშით, ძრწოლით, მობიერად, ცოდვების აღიარებით, როგორც სისხლმდინარე დედაკაცი მიახლა ქრისტეს. რამე თუ არსებობს ცოდვა, რომელსაც მივყავართ სიკვდილისკენ, და არსებობს ცოდვა, რომელსაც მივყავართ სინანულისკენ, და არსებობს ცოდვა, რომელიც საჭიროებს სალბუნის დადებას. ჭეშმარიტ სინანულს კი ყველაფრის განკურნება ძალუძს. ვინც შიშით, ძრწოლით, ცოდვების აღიარებით, მობიერად მიახლება საიდუმლოს, ის შენდობას ღებულობს. ხოლო ვინც დაუდევრად და ყოველგვარი შიშის გარეშე მიახლება, ასეთისთვის ზიარება სასჯელად იქცევა და მას არათუ ცოდვების შენდობა არ ენიჭება, არამედ კიდევ დამატებით ეშმაკის ძალაუფლების ქვეშაც აღმოჩნდება. ის კი ვინც საღმრთო საიდუმლოს შიშით მიახლება, არა მარტო განიწმინდება და ცოდვებისგან თავისუფლდება, არამედ ამასთან ერთად ეშმაკსაც შორს განაგდებს თავისგან. თუმცაღა მიუხედავად ეკლესიის წმინდა მამების ამ დამაჯერებელი მტკიცებებისა, ზოგიერთები მაინც არ ცხრებიან და გვთავაზობენ მორიგ შესიტყვებას. ეს არის წმინდა ნიკოდიმოსის
ნაშრომი, რომელიც მიძღვნილია იმ ადამიანებისადმი, ვინც მოუწოდებენ, რომ წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ უნდა ეზიაროს. ამდენად შევეცადოთ, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვს კურთხევა მაგალითად, ზოგს 1 კვირა, ზოგს 2 კვირა, ზოგს 3 კვირა ზიარებისა და ჩვენ მაგალითად არ ვარდებით მომაკვდინებელ ცოდვებში, მაგრამ გაგვაჩნია ყოველდღიური მცირე ცოდვები, როგორიც არის თქვათ, გაბრაზება და ასე შემდეგ, ჩვენი უძლურებიდან გამომდინარე. როდესაც მივიახლებით წმინდა ზიარებას, ყოველთვის უნდა გქონდეს საკუთარი უღირსობის შეგრძნება და რომ ღმერთმა შეგვიწყალოს და გვაპატიოს. ისე კი არ უნდა მოვიდეთ, თითქოს მართლები ვიყოთ და თითქოს წმინდანები ვიყოთ. და როდესაც წელიწადში ერთხელ ან 2-ჯერ ეზიარები, წარმოიდგინეთ, ფიქრობ, რომ ღირსი ხარ ზიარების უკვე. რადგანაც შენ წელიწადში ერთხელ ეზიარები ან 2-ჯერ ეზიარები და ამისთვის მოემზადე თუნდაც 40 დღის მარხვის შემდეგ, თქვათ შობას ან აღდგომას ეზიარები. და ამ დროს მომზადებული ხარ და როგორ მარხულობ, ჩვენ ხო ვიცით. და მარხვაში როგორ მეტყველებთ, ესეც ხო კარგად ვიცით. და ჩვენ საკუთარ ბუნებას რომ ვერ ვძლევთ, ესეც ხომ კარგად ვიცით. და რამდენჯერ ვიმეორებთ ერთი და იგივე ცოდვას აღსარებაში. და რატო განვიცდით ამას, რომ იგივე ჩავიდინე, იგივე, რატომ? იმიტომ რომ საკუთარ თავზე ვერ ვიმარჯვებთ. იმდენად შემოსულია ჩვენში ეს ვნებები, რომ ამის ამოძირკვა ეს არის ძალიან რთული რამ. ამას ერთეულები ახერხებდნენ და ისინიც კი გადიოდნენ უდაბნოებში და გამოქვაბულებში მოღვაწეობდნენ. ასკეტიკით. ზოგიერთი ადამიანი დღეში ერთხელ ჭამდა, ზოგიერთი 3 დღეში ერთხელ, ზოგიერთი კვირაში ერთხელ. და ესე აუძლურებდნენ თავიანთ სხეულს. და ესე ძირკვავდნენ თავიანთი სხეულიდან აი ამ ვნებებს და აკოდინებდნენ მათ. მოაკვდინე შენი სხეული და ჯვარსაც ვიგი და შენს მოწამის გვირგვინს ასევე მიიღებ, ამბობს იოანე ოქროპირი. ნამდვილად ესე არის. აბა მოდი ამოძირკვე, ძვირის ხსენების ვნება როგორია? ამოძირკვე მრისხანება, ამოძირკვე განკითხვა. აბა არ განიკითხო. 1 დღე, 2 დღე, 3 დღე. როგორი რთული არის ეს? და რთულია რატომ? იმიტომ რომ ჯერ ჩვევაში გვაქვს გამჯდარი რომ სხვაზე უნდა ვილაპარაკოთ, უნდა განვსაჯოთ ყველა და არა საკუთარი თავი. და ეს არც თუ ისე მცირე ცოდვა, რადგანაც როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ღმერთის ღირსებას ვიტაცებთ. ანუ ღმერთის ღირსება ადამიანების განსჯა და გასამართლება, განკითხვა. და ჩვენ გვითხრა რომ თქვენ უგანიკითხავთ. ეს ჩემი ღირსებაა. მე უნდა გავაკეთო ეს. ამას რო ჩაწოდე, აი მოსამართლის მანტია რომ მოისხა და ვიღაცა გაასამართლო და დაამწყდიო თქვათ სარდაფში. 1 წლით ან 2 წლით. როგორ მოგექცევიან? სამართალ დამცავები. მიგცემენ თუ არა პასუხისგებაში და რატომ მიგცევენ? და მოსამართლე რას გეტყვის? ვინ მოგცა ამის უფლება? რომ შენ ადამიანი გაასამართლო. თავს ვერ გაიმართლებ. ასევე ვერ ვიმართლებთ თავს, როდესაც განვიკითხავთ ადამიანებს, და ამიტომ ვეცადოთ, რომ თითოეულ ცოდვას და ვნებას ჩაუღრმავდეთ და ავიღოთ სავარჯიშოდ, თქვათ, 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და განსაკუთრებულად ვებრძოლოთ რომელიმე ერთ ცოდვას. თუნდაც მრისხანება იყოს, თუნდაც განკითხვა იყოს, თუნდაც შური იყოს ადამიანების მიმართ და ასე შემდეგ. აი მაშინ დავინახავთ ჩვენ როგორი უსუსურები ვართ და მხოლოდ თუ გამოგვივა ეს, ესეც იქნება ღმერთის დამსახურება ღვთის მადლით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა